ქართული ოცნების პარლამენტმა ახალი რეპრესიული კანონი, რომელიც აქციის გასამართად პროტესტის მონაწილეს პოლიციის გაფრთხილებას ავალდებულებს, საბოლოოდ მიიღო. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და 2 დღეში მიიღეს. კანონპროექტის მიხედვით, თუ აქცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის ხალხის მოძრაობას აფერხებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება სავალდებულო იქნება. თუმცა პოლიციის წერილობითი ინფორმირება არ ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის მონაწილეებს აქციის ან დამსვლელობის გამართვის უფლებას მისცემს. ასევე ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება იქნება, თუ ასეთი შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, აქციის მონაწილეებს აქციის ალტერნატიული დრო, ადგილი ან სვლა გეზი მიუთითოს. კანონის დაუმორჩილებლობა სასჯელის სახით როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. პირველ ჯერზე აქციის მონაწილეს 15 დღე პატიმრობა დაემუქრება. ქმედების განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესით 1 წლამდე პატიმრობა. დღეს პარლამენტის პლენარულ ზომაზე ოცნების იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარჩილ გორდულაძემ პირობა დადო, რომ თუ აქციის მონაწილეები კანონში რაიმე გამოსავალს იპოვიან, ის ამ ხვრელის ამოვსებაზე პირადად იზრუნებს. ადამიანებს აქვთ უფლება, რომ მოითმინონ შესაბამისად შეკრების და მანიფესტაციის მონაწილეებს აქვთ უფლება, რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, მაგრამ ამავდროულად სხვათა უფლებების შეზღუდვა არის დასაშვები მხოლოდ დროის მცირე ვადით, რასაც ამბობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რასაც ამბობს სტრასბურგის სასამართლო, კიდევ ერთხელ რომ გავიმართოთ გიგა მაქარაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის საქართველოს წინააღმდეგ, სადაც სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა და გაამტყუნა გიგა მაქარაშვილი და სხვები, ხოლო გაამართლა საქართველო. ამ შემთხვევაშიც დიდი ხნის განმავლობაში ადამიანების უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია. კიდევ ერთხელ მარტივად, თუ ბევრი ხალხი იქნება შეუძლიათ, რომ გადმოვიდნენ როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზეც, ანუ ხალხის გადაადგილების ადგილასაც დაიკავონ ადგილი, ხოლო თუ არასაკმარისი რაოდენობის იქნებიან, მაშინ ეს უფლება მათ არ აქვთ. კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერა. მას შემდეგ, რაც კანონს ხელი მოეწერება და გამოქვეყნდება, კანონი ამოქმედებულად შეითვლება.